მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ რადიოაქტიურ საათს. დღეს 4 შაბათია და მიკროფონთან მუშაობას ვიწყებთ მე ჟურნალისტი თია სიჭინავა. ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია გოგა ხაინდრავა. მოგესალმებით ბატონ გოგა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მადლობთ რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. წელი გვაქვს შესაჯამებელი, იმიტომ რომ იწურება 2011 წელი. ნელ-ნელა განვიხილავთ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რამდენად სწორად კეთდებოდა აქცენტები, რა იყო ყველაზე უარყოფითი მოვლენა ამ წლის. რამდენად სწორად განსაზღვრა ხელისუფლებამ პრიორიტეტები, აქედან ამ კუთხით დავიწყოთ საუბარი, ბოლო ინიციატივიდან გამომდინარე, გუშინ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამ თემას, ღიმილიანი საქართველოს პროექტზე მინდა დავიწყოთ საუბარი, მე ვიცი რომ თქვენ ინიციატივაც კი გქონდათ, ერთ-ერთი რადიოს ეთერში სტომატოლოგებთან მოაწყოთ ესე რომ ვთქვა დისკუსია პირდაპირ ეთერში, მაინტერესებს მათი აზრი, პროფესიონალების აზრი ამ საკითხზე როგორია, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებას გაგაცნობთ საზოგადოებასაც და თქვენც არ ვიცი საქმის გულში ხართ თუ არა გუშინ ჭიათურაში განაცხადა პრეზიდენტმა რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კბილების პროგრამაზე და ისევ ხახა ხიხი სიცილით მოგდოდნენ. კბილები ის კი არ არის მარტო რომ ლამაზი ღიმილი გქონდეს, კბილები რომ აღარ აქვს ადამიანს, მთელი ჯანმრთელობა მიდის ჯანდაბაში. ვეღარც ლაპარაკობს, ვეღარც ჭამს. უნდა მივყვეთ ყველა სოფელს, ყველა რაიონს, ერთ-ერთ პირველს გავაკეთებთ აქ ჭიათურაში, რათა აღარავის გქონდეს პრობლემა იმისა, პირის გაღება ერიდებოდეს, რადგან ელემენტარული ფული არ აქვს. განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. რატო გახდა ეს პროექტი სასაცილო? ვინმეს მხრიდან თუნდაც? მე არ ვიცი ხა ზოგადად ყველა იცინეს თუ არა ამ პროექტს. სასაცილო არ არის, ეს ცინიკურია. სასაცილო სულ არ არის, ეს არის ცინიკური, იმიტომ რომ ეს არის ფარისევლობა, ეს არის სიცრუე და მე ვფიქრობ რომ 2011 წლის შეჯამებაზე როცა ლაპარაკობ, ნებისმიერი ჩვენთაგანი ვინც გაიხსენებს რა დამოკიდებულება ჰქონდა სააკაშვილს და მის ბანდას თუნდაც ლტოლვილებისადმი მე ყველანი გავიხსენებთ რატო არ უნდათ ქართველებს ღიმილი, რატო არ აქვთ კბილები და საერთოდ ჯანმრთელობა რატო არ აქვთ და რა დღეში არის ეს საზოგადოება. მე ვფიქრობ რომ მე არაერთხელ მითქვია რომ ჩვენ სრული ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში ვიმყოფებით, როდესაც ასე ვთქვათ ის ადამიანები ვინც წესით პალატაში უნდა იყვნენ გამწესებულები, მთავარი ექიმების როლს თამაშობენ. და სააკაშვილი პირველ რიგში. ამიტომ ეხლა რაღაცა სერიოზულად განხილვა იმისას, რასაც ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი და რატო ლაპარაკობს ჭიათურიდან, რატო უნდა დაიწყოს ხო გასაგებია. ნუ იქ იყო ღონისძიება და გამოტყვა იმიტომ რომ იქიდან არის წარმოშობით ბიძინა ივანიშვილი, ახლა კბილებს ჭიათურიდან დაიწყებს, საჩხერიდან დაიწყებს, ფრჩხილებს და საერთოდ ჩემის აზრით თუ სამედიცინო სფეროზეა ლაპარაკი, პროქტოლოგები ჭირდება სააკაშვილს და მის გარემოცვას და ნაციონალურ რატო ეს ისეთივე სამედიცინო ასე ვთქვათ დაავადებაა, როგორც ვთქვათ სხვა ყველა დანარჩენი და მე ვფიქრობ რომ ყველაზე რთული პრობლემა დაიწყებს ზრუნვას პენსიონერების კბილებთან დაკავშირებით არ არის ეს პრობლემა. კეთილდღეობის გარდა ჩვენ ყველანი ამას ჯერს ერთი აქ სახელმწიფო არ არსებობს ამ ქვეყანაში, ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის ვთქვათ ტერიტორია, რომელშიც ძალაუფლება ხელში ჩაგდებული აქვს საერთაშორისო დანაშაული სინდიკატის მეშვეობით სააკაშვილს და კრიმინალურ დაჯგუფებას და ისინი ასე ვთქვათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერზე არ ფიქრობენ. მე მინდა გაგახსენოთ რომ ეს არის ქვეყანა სადაც 80% მოსახლეობის გაჭირვების ზღვარზეა და მის ზღვარს ქვემოთ და იმ ადამიანს, ვისაც თავის თავს თქვენც რატომღაც პრეზიდენტს უწოდებთ, თუმცა ესეთი გადაწყვეტილება ქართულ ხალხს არა, ქართულ ხალხს ესეთი გადაწყვეტილება არ მიუღია 2008 წელს სააკაშვილმა არჩევნები წააგო. ამიტომ არანაირი ლეგიტიმაცია მის პრეზიდენტობას არ გააჩნია. ეს არის თვითმარქვია კაცი, რომელსაც ძალაუფლება აქვს უზურპირებული ქვეყანაში და გააჩნია 7 რეზიდენცია. 7 რეზიდენცია. და მინდა გითხრათ რომ ეს რეზიდენცია თავის რეზიდენციების თავის სიმდიდრით და თავისი ასე ვთქვათ ფუფუნებით აჭარბებს ისეთ ქვეყნების ხელისუფალთა პირველ პირებს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ. ბატონ გოგა, მოდით მაინც ისევ კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე ვისაუბროთ და თქვენც ხონდათ საუბარი. ეხლა ეს პროექტი ეს არის არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს პროექტი უნდა მოდიოდეს სამედიცინო სფეროდან პირველ რიგში, უნდა ყოფილიყო ამ სფეროს სპეციალისტები მე ვფიქრობ, არა, რატო მაგალითად კბილები და არა გული, ან და არა კუჭი, ან და არა ღვიძლი,
ან ფილტვები. იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ არა ვერ იღებენ, ვერ ცხოვრობენ ნორმალურად ამ ქვეყანაში ადამიანები. პირველ რიგში დეპრესიას იწვევს ის, რომ საჭმლის ფული არ აქვს და სამუშაო არ აქვს. და რა გააღიმებს კაცს, რომელსაც არც სამუშახში цаრიალა ხელით მიდის და რა გააღიმებს იმ 10,000-ობით ადამიანს, ვინც ჯოჯოხეთში და ჯანდაბაში გადაისროლეს, მხოლოდ იმისთვის, რომ ის ადგილები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, გაყიდონ. ეხლა იმ ქვეყანაში, სადაც ლტოლვილებს ისე ექცევიან, როგორც საქართველოში ექცევიან, იმ ქვეყანაში, სადაც გეტოები არის აშენებული და სადაც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ გააჩნია, ეხლა რომელ ღიმილზე და ჰოლივუდურ კბილებზე არის ლაპარაკი, არ გადამარიო თქვენი ჭირიმე რა. ხალხი ჩვენთან ერთ-ერთი ასე ვთქვათ, პირველ ადგილზეა საქართველოს ტუბერკულოზი. ტუბერკულოზი, რომელიც უმეტეს ევროპულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია არის. ხო, ნუ რაღაც საჯელახსოვრების ეს არ არის ისეთი ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მარტო ერთ ადგილს. რახან ის არის, ესე იგი ქვეყანაში არის და არა მარტო საჯელახსოვრების იმაში, რა ქვია, ადგილებში. აბა რატო გაჩნდა ეს ინიციატივა? ეს ინიციატივა გაჩნდა, როგორც ლაზიკას ინიციატივა გაჩნდა, როგორც იმ ხიდის ინიციატივა გაჩნდა ყულებში, რომელიც იმაში ანაკლიაში, რომელიც წყალმა წაიღო და როგორც უამრავი ინიციატივა, რომელიც არაფერს გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ტერმინი შემოვიდა უკვე, მაინც და მაინც არ მომწონს, მაგრამ შემოვიდა, ყველა მიხვდება, რაც ახის დაბოლება მიდის საზოგადოების, რა თვალებში ნაცრი შეყრა და ცინიზმი, არნახული წინ მე საზოგადოების მიკვირს და პირველ რიგში თქვენი მიკვირს ჟურნალისტების და საერთოდ მედიის საქართველოში, რომ იმას, რასაც ეს პრაქტიკულად არაჯანმრთელი ადამიანი ყოველდღიურად ლაპარაკობს ეთერში, ამის სერიოზული განხილვა ხდება. როგორ შეიძლება ამის სერიოზული განხილვა ხდებოდეს? ეს არის პროექტები, რომელიც შემდეგ უკვე ინიცირებული ხდება, რომელშიც იდება გარკვეული ინვესტიციები, რამდენად სრულდება, არ სრულდება, ესეც ჩვენი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ სრულდება, თორე კი ცხადდება, ამის შესახებ ლაპარაკი კი მიდის. ეს ასე ვთქვათ, არის ყოველდღიურად არ გადის დღე და კვირა, რომ რამე ახალი ინიციატივა არ ქონდეს საქართველოს, რომ იგრძნო, რომ ძალაუფლებას გავს, იგრძნო, რომ პრაქტიკულად დაკარგა ამ ქვეყანაში ყველანაირი ლეგიტიმაცია და ყველანაირი მხარდაჭერა და ამიტომ ეხლა რაღაცა რასაც დააბრეხვებს ეხლა ამას ყველაფერს შეიძლება სერიოზულად ლაპარაკი პროექტზე ღიმილიანი საქართველო არ გადამრიოთ. ჩვენ იმ დღეს განვიხილეთ 1,5 მილიონი ადამიანია. დაახლოებით 1000 ექიმია საქართველოში. დიახ. ვისაც აი იმიტომ რომ ამ სტომატოლოგიურ სფეროში ყველა ხო პროტეზზე არ მუშაობს, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ პრაქტიკულად, ნუ 10 ადამიანში 8 სჭირდება საქართველოში კბილებს მით უმეტეს თვითონ სპეციალისტებმა თქვეს რომ ბავშვობიდან აი ბავშვების ასაკიდან არის კატასტროფული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, საერთოდ პირიზღრუს თემა საქართველოში ძალიან აქტუალურია, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ ყველაფერი რაც არეზარებად პირიზღრუში აქანებენ ქართველები და ამიტომ არის ახლა ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება სად გაგიგიათ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში გაგიგიათ ისე წარმატებულ ქვეყნებშიც კი როგორიც ისევ მეორე არის განვითარებული ქვეყნები ევროპის ამერიკა თუ ავსტრალია თუ ინგლისი გაგიგიათ პროგრამა ღიმილიანი ინგლისი ან ღიმილიანი ამერიკა თქვენ რა ფიქრობთ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაკლები ადამიანია ვისაც კბილების პრობლემა აქვს როგორ ფიქრო ან მე არ ვიცი ხა ეს პრობლემა ნუ ეს არის სიგიჟე სრული ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა ეს არის ცინიზმი ეს არის PR კომპანია რომელსაც ვინ უგეგმავს ასე ვთქვათ ამ კაცმა არ იცის იმიტომ რომ დილას ესე იგი პირველი რა იქ დაინახა რომ ქალბატონს კბილებია რა თუნდა იმ ქალბატონს ჰოლივუდის ღიმილი იმას საჭმელი უნდა საჭმელი ელემენტარული იმას უნდა რომ მისი შვილი ან შვილიშვილი მუშაობდეს იმას უნდა რომ ამ ქვეყანაში იყოს შესაძლებლობა ადამიანმა თავისთავად ირჩინოს და სხვათა შორის საკუთარ თავს სულიან ცივილიზებულ ქვეყნებში თვითონ ადამიანები არ ჭირდებათ სახელმწიფო პროგრამები იმისთვის რომ კბილები წესრიგში მოიყვანონ ან ჯანმრთელობა ასე ვთქვათ ამისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები დაზღვევის სამედიცინო ასე ვთქვათ უზრუნველყოფის პრევენციის ავადმყოფობების და რამ პირველ რიგში სამავადმყოფოები არ უნდა გაყიდო და არ უნდა მოსპო პირველ რიგში არ უნდა იმას რა ქვია სხვადასხვა კომპანიებს არ უნდა აშენებინო კერძო სამავადმყოფოები რომელშიც ადამიანს არ მიესვლება სწორედ ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ ჩვენ რამდენად სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს ეს ხელისუფლება როგორც ჩვენებო არ განსაზღვრავს პრიორიტეტს განსაზღვრავს საკუთარ კეთილდღეობებს სხვა არანაირი პრიორიტეტები დაწყებული საგარეო პოლიტიკიდან დამთავრებული ასე ვთქვათ საშინაო პოლიტიკით ან პირიქით ამ ხელისუფლებას არ გააჩნია რომელ საგარეო პოლიტიკას სწორედ ერთ-ერთ წარმატებულად მიიჩნევს ხელისუფლება ნატოს წევრი ასპირანტი ქვეყანა გახდაოს
საქართველოს და ელოდები ჩიკაგოს. არა, მაგის მე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა, ჩვენ ამას ველოდებით უკვე დიდი ხანია იმ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება. ეხლა ადამიანები, რომლებიც წაგებულობთ, სამარცხვინო წაგებულობს, მოგებულს ეძახიან. ეხლა ნუ რაზე უნდა ვილაპარაკო, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ეხლა გირგვიანის პროცესმა პრაქტიკულად წერტილი დაუსვა საქართველოში ადამიანებს, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან. ეს იყო განაჩენი. საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განაჩენი, საერთაშორისო განაჩენი, სადაც ყველაფერი ნათლად ამის ინტერპრეტაციაც კი მედიის საშუალებით, ეხლა იმ მედია მე ზონდერ მედიას ვეძ რა მედია, ისიც კი ეცადნენ, რომ რაღაცნაირად პოზიტიურად წარმოედგინა ქართული საზოგადოების, როდესაც პირველად ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში იყო ნახსენები, შოკირებული, ასე ვთქვათ, გაოგნებული პრეზიდენტი იყო პირდაპირ ნახსენები ქვეყნის, როგორც მფარველი სახელმწიფო დანაშაულის და ეხლა ამ ფონზე ისე ვიმეორებ, მე ნამდვილად არასერიოზულად მიმაჩნია, ეხლა აგერ უსმენდი თავისუფალ სიტყვას ეკა კვესიტაძესთან ერთად, აი აქ მიდის გადაცემა ან ციკლაურთან. შეიძლება ეკა კვესიტაძესთან თავისუფალი სიტყვა არსებობდეს? ეხლა ჩვენ ამაზე ხო არა ვარ არა, ეს არის სახელმწიფო, ეს არის ხელისუფლების პირობები. არა, მოდით ბატონ გოგა, ეხლა ამაზე ვისაუბროთ, რა ძალიან გთხოვთ. ხელისუფლება ესე კი ბატონო, გაქვთ ამის გადმოთქვის საშუალება. ხელისუფლება აცხადებს, რომ რაც არ უნდა ჩვენ პროექტები დავდოთ, ისეთი როგორც ამშენებლობას ეხება, როგორც მაგალითად ღიმილიან საქართველოს ეხება, ყოველთვის სკეპტიკურად არიან განწყობილები. ლაზიკა თქვენ ახსენეთ, სწორედ ლაზიკა არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელზედაც ხელისუფლება ესეთ არგუმენტს იშველიებს, რომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ვაშენებთ, ხო არ ვანგრევთ. აშენებას ვაპირებთ, დანგრევას ხო არ ვაპირებთ. ეხლა მე ვინმე თუ ფიქრობს, რომ აეროპორტი, რომელიც აშენებული იყო და კვირაში ერთხელ ის რომ სახურავი ქარს მიაგდა, ბათუმში აშენებული ოპერა თუ რაღაცა ის სახლი რა ქვია მაგას, რომელსაც დღესაც წყალი ჩამოდის და მარჯანიშვილზე გაკეთებული რეკონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ აი მე ნამყოფი ვარ ჰოლივუდში და ნამყოფი ვარ სხვადასხვა კინოსტუდიებში, სადაც ქუჩების მაკეტები დგას. მაკეტია. ეს ყველაფერი არის მაკეტი, ამის უკან ხო არაფერი არ დგას. შედით ნებისმიერ, ასე ვთქვათ, იმაში, რა ქვია, ეზოში, იმისი დავით აღმაშენებლის გამზირზე და შეხედავთ, რომ ეს არის მაკეტი, გარედან შეღებილი, რაღაც ძიძილპიპელოები, შიგნით არაფერი არ არის გაკეთებული. ბათუმში ჩემო კარგო, არ არსებობს კანალიზაცია. და ჩვენ გვინდა რომ ეს და ვლაპარაკობთ კურორტზე, რომელიც ჯობია ნიცას, ნახლა, ნუ ეს ხო არასერიოზულია. როგორ შეიძლება ამ თემას, აი როგორ გიპასუხოთ სერიოზულად საკითხებზე, რომელიც ჩემთვისაც, შენთვისაც და მთელი საქართველოსთვისაც ცხადია, რომ ეს არის ცარიელი კუკლა. კუკლებზე ვილაპარაკოთ? იგივე ლაზიკა? ლაზიკა, აბა როგორ რისი ამშენებლები ვართ? ლაზიკის ამშენებლები რო ვიყოთ, მაშინ დავასახლოთ ეს 10,000-ობით ტოლვილი და ჩვენი მეგობრების, ჩვენი თავდადებული ადამიანების, ვინც სიცოცხლე გაეიღო ამ ქვეყნისთვის. იმათთვის ავაშენო რა გველაზიკება, თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ქალაქის აშენება? რუსთავს აშენებდნენ, რუსთავს სტალინის დროს, როდესაც ცენტრალიზებული სისტემა იყო 30 წლის განმავლობაში და რუსთავი რას გავს და რას წარმოადგენს, აგერ კი ვხედავთ სულ ყველანი. რომელი ლაზიკის ამშენებელია სააკაშვილი არ გადამრიოთ. რა გინახიათ მაგისი აშენებული ამ ქვეყანაში ნორმალური? ბათუმია თქვა. თვითონ ყოველ ჯერზე მოყავს ბათუმის მაგალითი. თვითონ რა მოყავს ისე ვიმეორებ, ეს არგუმენტი ჩემთვის არ არის. ჩემთვია, შენთვის თუ ეს არის არგუმენტი და ვინმესთვის ამ ქვეყანაში. მოგიყვანეთ ხელისუფლების არგუმენტი. ჩვენთვის რას ლაპარაკობს სააკაშვილი არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ ეს არის სრული სიცრუე პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე ყველგან ყველაფერში და რატო უნდა სერიოზულად რატო უნდა ვლაპარაკობდე იმ ადამიანთან, ვისაც მე ვთვლი, რომ ფსიქიკურად ნორმალური არ არის. ქალაქის აშენების იდეა ზოგადად მოდით ესე რომ ვთქვათ, ეს რეალობა რო არ იყოს, ცოტა უფრო მოგვარებული რო იყოს სიტუაცია, რამდენად მოგწონთ ახალი ქალაქის აშენებას. თუ მაგის შესაძლებლობა გვაქვს, ფოთი გავაფართოვოთ, გავადნიეროთ. თქვენ იმაზე შემხრობით, რომ ძველი ქალაქები, არსებული ქალაქები უნდა იყოს რეაბილიტირებული, ვიდრე ქალაქის აშენება ეს საერთოდ შემოკარგებულ სერიოზ ცოტა ის ხო არ არის კონსტრუქტორი ხო არ არის. შეგესმის ქალაქის აშენება, რას ქალაქის 500,000-იანი ქალაქის აშენება. თბილისში, საქართველოში რამდენი 500,000-იანი ქალაქია? არ ვიცი, არ. რამდენი? ერთი. ერთი არის თბილისი. ხო, 1 მილიონი თუ არ ხო, ქუთაისი რამდენია?
9 მილიონი არ არის. ქუთაისი არის 3000 წლის ქალაქი. 3000 წელია ქუთაისი, იყო ადრე. არსებობს და იმან ვერ მიაღწია 9 მილიონს, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ქალაქის აშენ. რამდენი ხანი აქ ააშენეთ რა მაესტრო? ისე რომ კარგად იყოთ რა. ხო ესე მარტივი თუ არის, რატო ხართ ეგეთ ვითარებაში? და ის ვერ აგვეშენებია ისა რა ქვია, არ ვიცი ის წესიერი საფარეშო თბილისში რო სტუმარი რო ჩამოსვლიდა ის რო არის რას გულისხმობდა იმას გულისხმობ რაც სოფლიოშია ტურისტულ ქვეყანად რო ვარ გადაქცეული და ერთი ნორმალური საფიფარეშო რო არ არის თბილისში როდესაც ტურისტი მოდის სასტუმროში გასაქცევად რო არ კონდეს საქმე ერთი საფიფარეშო არ არის თბილისში და ლაზიკას აშენე კარგით მოდით ცოტა დრო ვრჩება მაინტერესებს თქვენი აზრით რა იყო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზირაევანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე ამას ლაპარაკი არ უნდა ესე თუ ტევტონური ძრა ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ ქართულ რეალობაში ეს არის ის რითიც დაიწყებს ცხოვრებას 2012 წელს ქართველი ერი იმედით რა იმიტომ რომ აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში ვიყავით სრულ შიზოფრენიაში ვცხოვრობდით საზოგადოებრივშიც და პოლიტიკურშიც და ეხლა გამოჩნდა იმის იმედი რომ იქნება ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფოს დაემსგავსოს და ქართული საზოგადოება დაუბრუნდეს არა ვთქვათ ცხოველების ფერმას იმისი რა ქვია ცნობილი ნაწარმოების მიხედვით იმ მდგომარეობას, არამედ ნორმალურ ცივილიზებულ გაჭირვებულ მდგომარეობას, რთულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანას, რომელშიც სააკაშვილმა და აი ამ ასე ვთქვათ, ნაცებმა ჩააგდეს ეს ქვეყანა იქნება ურთულესი, ყველა ჩვენთაგანის სამუშაო და ამოცანა იქნება რთული ძალიან, მაგრამ შესაძლებელი ჯერ კიდევ. ჯერ კიდევ ცოტა რომ დავახანოთ კიდე, მე ვფიქრობ, რომ ამის გამოსწორება იქნება აბსოლუტურად შესაძლებელი. ივანიშვილი შემოსვლა და შემდეგ უკვე მისი არჩევანი პარტნიორებთან დაკავშირებით მე მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე. საზოგადოების აზრი, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, ისევ ძველი სახეები რატო ჩანან ივანიშვილის ერთი დამისახება ეხლა იქ აღარ დავასახელებს მე მითხარით დამისახელეთ ახალი სახე საიდან გაჩნდება ეს 40-45 წლის მომწიფებული ასაკის ადამიანები ვისაც შეუძლიათ რომ პოლიტიკაში ქვეყნის მართვაში რაღაცა სერიოზულ საკითხებში მონაწილეობა მიიღონ ეს ახალი სახეები სად გავაჩინოთ გამოძერწოთ ლაზიკა ხო არ არის და არც ღიმილიანი საქართველოა პროტეზიანი ხო? ამას ჭირდება არსებობა ამ ადამიანების. ამ 20 წლის განმავლობაში ჩემო კარგო, ვისაც 3 კლასის განათლება ყველამ ცადა თავისთავად პოლიტიკაში. სულ ყველამ. ექიმებით დაწყებული, არქიტექტურებით, ხატრებით, მუსიკოსებით, ინჟინერებით, რა ყველა და სად ვიპოვოთ ეს ახალი ის. აი ამას ეს ყბადაღებული თემაა ახალი სახე. ერთი დავსვავდი ამ ხალხს, ვინც ამას ლაპარაკობდა, მეთყოდი რომ ერთი ორი სახე. შენ მითხარი, აი ალიკო ელისაშვილს მინდა ვკითხო. ერთი ახალი სახე დამისახელოს. და ვის გაუგია პოლიტიკაში ახალი სახე, როგორც ესეთი. არსაიდან მოსული. შეიძლება ადამიანი უცებ მთვარიდან ხო არ ჩამოფრინდებიან ეს ახალი და ქართველები, ხო? ეს არის ის საზოგადოება, რომელიც არის. ამ საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ არჩევანი. სხვა საზოგადოება საქართველოს არ გააჩნია. კი ბატონო, თქვენ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენი და ამ შემთხვევაში ლევან გაჩიჩილაძეს გულისხმობთ, ჩვენი დრო ცოტა ხნით არა, ლევან გაჩიჩილაძეს არ გულისხმობდი, მე სხვების მაგივრად არასოდეს არ ვლაპარაკობ. მე არ გულისხმობდი ლევან გაჩიჩილაძეს, მე გულისხმობდი, რომ ის ადამიანი მე ჩემ თავს გულისხმობდი პირველ რიგში და იმ ადამიანებს, ვინც იზიარებდა აზრს ჩემთან ერთად, რომ ნებით ეს ადამიანები არ დათმობენ ზალაუფლებას არავითარ შემთხვევაში მე დღესაც ვარ ამაში დარწმუნებული და მოუწოდებდი ქართველ ხალხს აჯანყებისათვის რომელიც არის საერთაშორისო სამართლის ნორმით გამართლებული. ეს ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება. ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ისეთი საპირწონე ამ ბოროტების, რომელსაც ძალუს და მის გარშემო გაერთიანებულ, ასე ვთქვათ, ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას ძალუს, რომ აი ეს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ასე ვთქვათ, გადაფაროს და საკუთარი არჩევანი გააკეთოს. და თქვენ რო განაცხადეთ, რომ დღეს ჩვენი განზე გაწევის დრო მოვიდა. გასაგებია თქვენ ბრძოლის სხვა გზას ემხრობოდით, ვიდრე ივანიშვილი გამოჩნდებოდა, მაგრამ თუ კი ეს ადამიანი არსებობს, არ შეიძლება იმ გზაზე მისი თანამებრძოლი იყოთ ამ შემთხვევაში. ანუ თანამე თქვი კიდევაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ხალხს კონდეს შესაძლებლობა ცივილიზებული არჩევნების თავისი, ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთების. ყველანაირად ხელს შეუწყობთ
ბიძინა ივანიშვილსაც, ყველა იმ ადამიანებსაც, მე არც ირაკლი ალასანიას წინააღმდეგი საწინააღმდეგო არაფერი არ მქონდა და არც რესპუბლიკელების და არც ხვების, ვინცაც გადაგებდნენ საარჩევნო გზას. მე უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს გზა არის უშედეგო და ამაში მე ისეთი გამოცდილება მაქვს ქართულ, ასე ვთქვათ, რეალობაში ცხოვრების, რომ წინასწარ ვიცი უკვე რა იქნება, ისევე როგორც ვიცოდი, რომ არანაირ შედეგს სააკაშვილთან სააკაშვილის გუნდთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. არანაირ 2012 წელს როგორი წინადგრძნობა აქვს, როგორი იქნება 2012 წელს? მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის დასრულების ხანაა 2012 წელი. ეს საპარლამენტო არჩევნებით მოხერხება. რა თქმა უნდა. მე იმედი მაქვს, მაგრამ აქვე იქაც ვთქვი, მე არ მომწონს ეს და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ძალიან სასიამოვნოა ქუჩაში ყოფნა და გამუდმებული ძალადობის ქვეშ არსებობა და გამუდმებული ასე ვთქვათ საფრთხის ქვეშ ცხოვრება ძალიან ცდება. ეს ძალიან რთული მდგომარეობაა და პრაქტიკულად შენი ასე ვთქვათ ცხოვრების მიზანი რაც არის და რისთვისაც ვარსებობ, ჩემი პროფესია მაქვს მიტოვებული გვერდზე, თუმცა რაღაცებს ვაკეთებ, ეხლა მადლობა ღმერთს. ეს უკანასკნელი წელია, იმიტომ რომ ლატვიაში მოვხდი და რაღაც ურთიერთობები გამიჩნდა და შესაძლებლობები გამიჩნდა, მაგრამ ძალიან ცდება, მაგრამ ეს იყო რეალობა. მე ძალიან კარგად ვიცნობ სააკაშვილს და მის გუნდს. მერაბიშვილს, ადეიშვილს, მთელ აი ამ ასე ვთქვათ, მოძალადეებს, ამ სახელმწიფო დამნაშავეებს, ბენდუკიძეს, ბოკერიას, მე ხო ვიცი ისინი ვინ არიან. კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ ძალაუფლებას. არავითარ შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც ეს ძალუძს, ეს არის ქართველი ხალხი. მისი ნება საერთო დიდი, აი ყველა მოვა და იტყვის, არა, მორჩა, თქვენ აღარ იქნებით ამ ქვეყნის. ეს მოხდება არჩევნებს, მე რატო მე მჯერა მაგას. თუ ამას დაუპირისპირებენ ძალას, მე ახლავე ვიძახი. უნდა დამიჭირონ, რაც უნდა გააკეთონ, ძალას მიიღებენ და მიიღებენ ძალიან სასტიკ ძალას ჩვენი სახით რა. ეს ის გზა, რომელზეც თქვენ აქამდე საუბრობთ. იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ არ მიცემენ ქართველ ხალხს წესიერი თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას. ამიტომ მანამდე ვარ გვერდზე გაწეული, მე გაწევას არსად არ ვაპირებ, მე ამ ბრძოლაში ვიყავი ვარ და ვიქნები, მე ყველაფერს გავაკეთებ, მთელ საქართველოს მოვივლი და ყველა ქართველს ვინ შემხდება, ვეთქვი რომ მიდით არჩევნებზე და გააკეთეთ თქვენი თავისუფალი არჩევანი. შიშის არჩევანი კი არა, იმისი არჩევანი კი არა, საკუთარი ასე ვთქვათ, პატივმოყვარეობის არჩევანი კი არა, თქვენი შვილების და თქვენი ქვეყნის, თქვენი მომავალის არჩევანი გააკეთეთ და თუ ამ არჩევნის წართმევას მოინდომებენ ისე როგორც ეს 2008 წელს მოხდა, მაშინ ჩვენ არ წავედით გამწვავებაზე, დიდი შეცდომა დაუშვით ჩემის აზრით და მეორედ ეგეთ შეცდომას ისევე როგორც იმედთან მიმართებაში, რომელიც დაუთმეთ მარადიორებს და ყაჩაღებს, მაესტროს შემთხვევაში ჩვენ არ დაუთმობთ მარადიორებს და ყაჩაღებს, მაესტროს ამის იმედი ნურავისნო ექნება, ნურც კინწვარიშვილს, ნურც სააკაშვილს, ნურც მერაბიშვილს და ნურც ხვას. მაესტროს არ დაუთმობთ, ის იყო შეცდომა იმედთან დაკავშირებით ქართული საზოგადოება. ზუსტად ისეთივე შეცდომა იყო 2008 წელში ქართველი ხალხის არჩევანის ჩვენ დაუთმეთ ეს. ეს მეტი არ გამეორდება. კი ბატონო, გასაგებია ბატონო, რამდენად იოლი არ იქნება ალბათ, კიდევ უფრო რამდენად რთული იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა პოლიტიკური პარტიების და სუბიექტების, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი თითქმის ყოველდღიურად იღებს ახალ კანონ პროექტს, სწორედ ხალხ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა გუშინ პარლამენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი დეტალი გადარჩა, ერთი პატარა დეტალი ეს არის არჩევნების კარგად ჩატარება. დათო ბაქრაძემ გააკეთა ეს განცხადება. ნახოთ 2012 წელი როგორი იქნება. წინ გვაქვს საარჩევნო წელიწადი. ძალიან დიდი მადლობა მინდა ბატონ გოგას მოახსენებთ. მადლობა თქვენ, მაგრამ ნუ ექნებათ იმის იმედი, რომ ის ერთი ჯგუფი, ერთპარტიული, ასე ვთქვათ, ერთკლანური, ასე ვთქვათ, გაერთიანება, რომელიც რაღაცებს იწერს თავისთვის, იმისთვის, რომ ძალაუფლება ხელში, ეს არ არის კანონები. ამ კანონებს არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ აქვს. კანონები, რომელიც მიღებულია იმისთვის, რომ ძალაუფლება არავითარ შემთხვევაში არ დათმო, ეს არ არის კანონები. კანონი არის ხალხის შეკვეთა. ხალხის შეკვეთა, ხალხის მოთხოვნილება და ხალხის საჭიროება ხდება ხოლმე კანონი და ის რაცაც ფიქრობს ბაქრაძე და რასაც ფიქრობს ბოკერია და რასაც რამიშვილი, ლევან რამიშვილი წერს იმისთვის რომ მათ ძალაუფლება, ეს კანონები არ არის. ეს კანონები არის ფარატინა ქაღალდები, რომელიც აუცილებლად ფარატინა ქაღალდებად გადაიქცევა, როგორც კი შეიძლება ეს ხელისუფლება. ამ წელს ეს ხელისუფლება შეიძლება. ნახოთ, საინტერესო ინიციატივა აქვს უმრავლესობის ერთ-ერთ წევრ კობა ხაბას, რომ პარტიების დაფინანსების გამკაცრების კანონმდებლობისთვის უკუძალის მინიჭება შემოვიდეს ძალაში.
რას ნიშნავს ეს ნიშნავს, რომ 37 წლის შემოტანა უნდა საქართველოში ძალიან დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ ეს ლომაე არის ამისი, ასე ვთქვათ, დიდოსტატი. ახლა ხაბაზი რას ფიქრობს? ნაკლებად საინტერესოა, თუმცა თავისთავად ფაქტი, რომელიცაც თქვენ ახლა ისაუბრეთ, მეტყველებს მათ მენტალობაზე. ეს არის ხალხი, რომელიც დიდი სიამოვნებით 24 წელს და 17 წელს დააბრუნებს საქართველოში, რომ სისხლში ჩაახჭოს ეს საზოგადოება, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი. კალენდარი დამთავრდა, გესმით, ყველაფერს აქვს კალენდარი, ზაფხული თავდება, მერე მოდის შემოდგომა, მერე მოდის ისეთ მათი კალენდარი დამთავრდა. 2011 წელს. ამ საკითხს იურიდიულ ჭრილში განვიხილავთ. გავახსენებ ჩვენ ამას ასოციაციის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გავახსენებთ ხაბაზებს, რამიშვილებს, ბოკერიებს, მათ ინიციატივებს დრო რომ მოვა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. იმისთვის რომ მიიღოთ ბედნიერიშობა ახალი წელი ქართულ ხალხს და 12 წელს იქნება კარგი წელი, იმიტომ რომ ჩვენ დავამთავრებთ ამ უბედურებას საქართველოში. მადლობთ, რეკლამა და რეკლამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილთან დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. კარგად იყავ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით თამარ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დაგვიგროვდა ბევრი დაგვიგროვდა სასაუბრო საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პარტიების დაფინანსებას ეხება ეს საკითხი. გუშინ საერთოდ ახალი ინიციატივა გაჟღერდა უმრავლესობის მხრიდან დაფინანსებას ეხება ესეც პარტიების დაფინანსებას. საუბარია კოპახაბაზის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს პარტიების დაფინანსების გამკაცრების კანონმდებლობისთვის უკუძალის მინიჭების შესახებ. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ესეთი რამე, ანუ ჯერ კანონი არ შესულა ძალაში, შესწორება, ანუ ცვლილებები არ შესულა ძალაში. კონკრეტული იურიდიული პირების მხრიდან მოხდა გადარიცხვა გარკვეული თანხების, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიების მხრიდან 4 პოლიტიკური პარტიისთვის გადარიცხულ თანხებზე. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უმრავლესობის მხრიდან გაჟღერებული იყო ეს ინიციატივა, მაგრამ რამდენად სწორია, რამდენად კანონიერი და საერთოდ რამდენად ჩდება სამართლების სივრცეში ეს ყველაფერი. დიახ, პირველ რიგში მადლობა. რაც შეეხება ამ საკითხს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საქართველოს პარლამენტთან ამ თემებთან მიმართებით, საარჩევნო კოდექსი, პარტიების დაფინანსების საკითხი და გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე ნამდვილად გაჟღერდა ასეთი ინიციატივა და დღეს უკვე ვნახეთ, რომ მესამე მოსმენით, ანუ ორი მოსმენით მიღებულ ვერსიაში, მესამე მოსმენით აღმოჩნდა ასეთი ჩანაწერი კანონში, რომელიც ამბობს, რომ ის შეზღუდვები, რაც შემოდის პოლიტიკური პარტიებისთვის და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის, არამედ ეგრეთ წოდებული დაკავშირებული პირებისთვის, ხო ჩვენ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ის გვიდგას, რომ ძალიან ეს შეზღუდვები, რაც დღეს პარტიებისთვის არსებობს და პროექტით პარტიებისთვის არის გათვალისწინებული, ასევე დაეკისრება ძალიან ბევრი იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ანუ ძალიან ფართოვდება წრე იმ პირებისა, ვინც უნდა იმოქმედოს, ვისაც მოუწევს, ასე ვთქვათ, იმ შეზღუდვების გაზიარება, რაც პოლიტიკურ პარტიებს აქვს დაწესებული. და გაჟღერდა ინიციატივა, რომ ამას მინიჭებოდა, ასე ვთქვათ, უკუძალა და ემოქმედა იმ დაფინანსებაზე, რაც უკვე, ასე ვთქვათ, განხორციელებული არის. აქ მე ვხედავ ძალიან პრინციპულ პრობლემას და დღეს სხვათა შორის ვაპირებთ, რომ პრესკონფერენცია ჩავატაროთ ზუსტად ამ თემაზე, თქვენ გამოვიდა, რომ თქვენმა ეთერმა დაასწრო პრესკონფერენციას. არის ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც არსებობს როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასევე საქართველოს კანონმდებლობაში, რომ კანონი, რომელიც ართულებს, ამძიმებს მდგომარეობას, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ან სხვა ფორმით ასე ვთქვათ, არ ამსუბუქებს ვითარებას, არ შეიძლება რომ ასეთ კანონს მიენიჭოს უკუძალა და გავრცელდეს იმ ურთიერთობებზე, რასაც კანონის ძალაში შესვლამდე ქონდა ადგილი. რაც შეეხება, აი როგორ შემთხვევაში ხდება ეს უკუძალის ეფექტის მინიჭება? იმ შემთხვევაში თუ კი პრინციპში სწორი ფორმულირება არის, იმ შემთხვევაში თუ კი კანონი რაღაცნაირად ამსუბუქებს მაგალითად მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში თუ კი პირდაპირ არის მითითებული, ის უნდა გავრცელდეს უკვე მომხდარ ურთიერთობებზეც, ან მომხდარ გარემოებებზე, ასე ვთქვათ, მაგალითს მოვიყვან, მარტივად გასაგები რო იყოს, თუ კი რაღაცა კონკრეტული ქმედება იყო სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი, მაგალითად ჩვენთან იყო ესეთ შემთხვევაში, როდესაც ცილის წამება ისჯებოდა სისხლის სამართლებრივი წესით, შემდეგ გაუქმდა ცილის წამება და დღეს ცილის წამება არ არის დასჯადი. ამიტომ, როდესაც როგორც კი პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცილის წამება აღარ უნდა ყოფილიყო დანაშაული და ამით შემსუბუქდა, ხო, მოიხსნა პასუხისმგებლობა, ყველა ადამიანი
ვინც ამით მუხლით იყო დაპატიმრებული თავის დროზე, იმათზე უნდა გავრცელდეს, ანუ ძველ ურთიერთობებზე, ძველ მომხდარ ამბებზეც უნდა გავრცელდეს, იმიტომ რომ ამსუბუქებს ეს ურთიერთობა. მაგრამ თუ კი მაგალითად ცილისწამება მანამდე დანაშაული არ ყოფილა და მერე გახდა, დანაშაული არ შეიძლება რომ 2 წლით ადრე რომ ვიღაცა ცილისწამება ჩაიდინა, დაიჭირო ის ადამიანი, რომ მაშინ ის დანაშაული არ ყოფილა. ანუ ძალიან მარტივია, თუ კი ამსუბუქებს მდგომარეობას, თუ კი უფრო ასე ვთქვათ, უკეთეს რეგულირებას იძლევა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ კანონი გავრცელდეს უკუძალით, თუ კი ეს დამატებით შეზღუდვებს აწესებს, თუ ეს დამატებით ამრთულებს ვითარებას, ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, ან შემოაქვს ახალი პასუხისმგებლობა, არ შეიძლება რომ ასეთ კანონს მიენიჭოს უკუძალით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან სერიოზული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა პოლიტიკური პარტიებისთვის და ეხლა ამ კანონის მიღების შემდეგ შევა ძალაში, უწესდებათ პარტიებს ძალიან სერიოზული შეზღუდვები და არა მარტო პარტიებს, რაც მთავარია, არამედ დაუწესდება ძალიან ბევრ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. არა მხოლოდ იურიდიულს, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც რაღაცა ფორმით გამოხატავენ, რომ მათ გარკვეული პოლიტიკური მისწრაფებები ან ინტერესები აქვს. და შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს ძალიან ბევრ პირს, ფიზიკურსაც, იურიდიულსაც, პარტიასაც და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობის დაწესება, ეს არის გართულება ვითარების, ეს არის დამატებითი შეზღუდვების შემოღება და პირდაპირ მოდის ეს კონფლიქტი საქართველოს კონსტიტუციასთან. კი ბატონო, ანუ სრულიად მიუღებლად ეს ჩანაწერი გაჩნდა უკვე მესამე მოსმენის. მე რამდენადაც ვიცი, ჩვენ დღეს კომიტეტზე მივიღეთ მესამე მოსმენით მიღებული ვერსია, ოღონდ კომიტეტზე და არა პლენარულზე, პლენარულთან დაკავშირებით სხვათა შორის იყო სხვადასხვა ვერსიები, ბოლომდე დადგენა გვიჭირდა იმის ეს მუხლი მართლაც გავიდა თუ არა, თუმცა როგორ რამდენადაც ხვდები გავიდა და კენჭი ეყარათ, შემიძლია წავიკითხო ფორმულირება არის ასეთი, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, ანუ ეს დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილი რეგულაციათა დარღვევით, ანუ ეს იგულისხმება ეხა რაც შეზღუდვებით შემოდის და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს, აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებელ შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში. ანუ ეს რას ნიშნავს? როდის ამოქმედდება ეს კანონი? ეს კანონი ამოქმედდება სავარაუდოდ გამოქვეყნების-თანავე. ვთქვათ, მაგალითად, პირობითად 1 იანვარს, ხო, პრეზიდენტი მოაწერს ხელს და როგორც კი გამოქვეყნდება, ვთქვათ, ამოქმედდა და შევიდა ძალაში. თუ 1 იანვრისთვის იმ სუბიექტებმა, რომლებმაც გადარიცხეს, სრულიად შესაძლებელია რომ ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან 3 დღის ვადაში თუ არ დაუბრუნებენ შემომწირველებს ამ თანხას, ეს თანხა მიექცევა სახელმწიფო ბიუჯეტში და გადავა სახელმწიფო ბიუჯეტში. მე უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ ეს ნამდვილად აწესებს დამატებით შეზღუდვებს, ართულებს მდგომარეობას პოლიტიკური პარტიებისთვის და არა მხოლოდ და არ შეიძლება რომ ეს ამ ნორმას და ამ რეგულაციას მივანიჭოთ უკუძალ. უბრალოდ კონსტიტუციის დარღვევა არის, სწორზე და არასწორზე რო არ ვილაპარაკოთ და გამართლებულია თუ არ არის გამართლებული, ეს მეორე საკითხი არის და შეიძლება რომ რაღაცა პოლიტიკური მსჯელობის თემა იყოს, მაგრამ მე როგორც იურისტი სრულიად სამართლებრივ შეფასებას ვაკეთებ. ეს არის პირდაპირ კონფლიქტში საქართველოს კონსტიტუციასთან, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნას და შესაბამისად არასწორია. ეს რეგულაცია, ანუ ეს შესწორება არ იყო მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიას გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდათ. გამოდის რომ ვენეციის კომისიამ არ იცის ამის შესახებ. პრინციპში ხელისუფლება ამაზეც აქვს არგუმენტები, რომ არ არის სავალდებულო ყველა რეკომენდაციის გაზიარება. ალბათ ეს ამ არგუმენტსაც მოვისმენთ, მაგრამ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გაიგებს, შეიტყობს ესეთი დამატებითი დეტალის შესახებ, როგორ ფიქრობთ, მათ როგორი რეაქცია ექნება? ვენეციის კომისიამ არ იცის არა მხოლოდ ამ დამატების შესახებ, რომ უკუძალა ეძლევა ამ კანონს, არამედ ასევე არ იცის იმის შესახებ, რომ ფიზიკურ პირებსაც უწესდებათ შეზღუდვები და თუ კი ფიზიკური პირები, ისევე როგორც იურიდიული პირები გაირკვევა, რომ მათ აქვთ გაცხადებული πολιτიკური მიზნები და ამოცანები, არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი ოჯახის წევრები, მათთან დაკავშირებული პირები, მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირები, ყველას დაუწესდება იგივე, ანუ მოექცევა იგივე რეჟიმში, რა რეჟიმშიც მუშაობენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკურ პარტიებს ვიცით, რომ საკმაოდ შეზღუდული არეალი აქვთ, ასე ვთქვათ, დაფინანსების მიღების კუთხით. მე განმარტავ კიდევ ერთხელ იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი
გონივრული ეჭვი, როგორც იტყვიან ხოლმე, რომ ეს რეგულაციები, რომელზედაც ახლა თუნდაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, დაკავშირებულია ერთი პოლიტიკური სუბიექტის გამოჩენასთან დაკავშირებით, რომ მას შექმნეს გარკვეულწილად გარკვეული პრობლემები მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. დაემთხვა ეს ყველაფერი სწორედ იმ ფინანსებსაც, რომელზედაც ჩვენ ამ 2 კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, ფინანსურ გადარიცხვებს, იგივე ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მხრიდან იმ 4 პოლიტიკურ სუბიექტზე, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ხალხის პარტია და კონსერვატორები, ცნობილია ეს, თანხებით ცნობილია. უბრალოდ მაყურებელმაც და მსმენელმაც რომ გაიგოს, სწორედ ამაზეა საუბარი, თუ კი ეს მუხლი ამოქმედდება, დაეკისრებათ უკვე კანონის ძალით ამ პოლიტიკურ სუბიექტებს ეს ფული ან დააბრუნონ იმ ორგანიზაციების ამათ ნამდვილად დაეკისრებათ, მაგრამ შეიძლება ამითი არ შემოიფარგლოთ. ჩვენ თუ დახარჯული არ იქნება ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის. და შეიძლება სხვებზეც ვრცელდება, ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია გვაქვს, რომ გამოქვეყნდა ის მონაცემები და ჩვენ ვნახეთ 4 პარტიასთან მიმართებით, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ მაგალითად იურიდიულ პირებს თუ აქვთ შემოწირულობა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ასევე ამ 26 პრიმამუხში ვინ ექცევა, ეს დაკავშირებულ პირებში ვინ ექცევა, ამის გარკვევა საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ, ყველა საქართველოს მოქალაქე შეიძლება ნებისმიერი ამორჩეველი შეიძლება ამ რეგულაციაში მოექცეს, იმდენად ფართო არის და ნებისმიერი ორგანიზაცია, მაგალითად აქ ექცევიან თუნდაც ის საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც მუშაობს პარტიების გაძლიერების კუთხით და სხვადასხვა პროგრამები აქვს, ტრენინგებს ატარებენ, ბროშურებს, სემინარებს და ასე შემდეგ. პირდაპირ ჯდებიან ისინი ამ შეზღუდვებში, რო აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ ადგილობრივ სამეწარმეო ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ასევე ფიზიკურ პირებზე. ანუ იმდენად ფართო ჩანაწერი არის, რომ აქ თითქმის ყველა შეიძლება მოხდეს, მე მგონი, რა ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში ასე ძალიან ფართოდ ვკითხულობ ამას, ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ რა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ უკვე ამ კანონის აღსრულების ეტაპზე. ეს ერთი მაგალითი არის, მხოლოდ თქვენ რაც მოიყვანეთ, რომ 4 სუბიექტზე ჩვენ ვიცით, რომ იურიდიული პირებისგან მიღებული აქვს დაფინანსება და ამათ თუ არ ექნებათ იმ მომენტისთვის დახარჯული მოუწევთ ან შემომწირველისთვის დაბრუნება, ან ბიუჯეტში წავა 3 დღეში ეს თანხა, მაგრამ მე მგონი ამითი არ სრულდება ისტორია და შეიძლება რომ ბევრად უფრო მეტ პირს და ორგანიზაციას შეეხოს და აქ უკვე აღარ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე, კიდევ ბევრ სხვა ორგანიზაციას და ადამიანებზე. თამარ, იმ შეზღუდვების პირობებში, რომელიც ამ კანონმდებლობის მიხედვით შევა ძალაში და ამოქმედდება და იმის გათვალისწინებით, რასაც ურჩევდა რეკომენდაციის სახით ვენეციის კომისია ქართულ მხარეს. მე მაინტერესებს, ეს შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას თუ ეს არის კიდევ უფრო მეტად იმ მხარეს გადადგმული ნაბიჯი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუჭირდეთ არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი საარჩევნო გარემოს პირობებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი საარჩევნო იმის გათვალისწინებით არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსს რომ თავი გავანებოთ საერთოდ, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსში იქ ცალკე თემა არის, ასე ვთქვათ და იქ ჩვენ გვქონდა რაღაცა რეკომენდაციები გაითვალისწინეს, რაღაც არ გაითვალისწინეს, მაგრამ აი ეს კანონი, პარტიების დაფინანსების კანონი დამატებული ამას სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამომრჩეველსაც ჯის სისხლის სამართლებრივი წესით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ამ ორ კანონში ვხედავ მე სერიოზულ პრობლემას, ალბათ უფრო სერიოზულს უკვე ამ მომენტისთვის, ვიდრე საარჩევნო კოდექსში. მე ვფიქრობ, რომ რეალურად ამ გარემოში ალბათ შეუძლებელი იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის საქმიანობა. ჩვენ სამწუხაროდ მივიღეთ ისეთი რეალობა, როდესაც ფიზიკურ პირებს, ჩვეულებრივ ამომრჩევლებს შეზღუდული აქვთ ის, რაც დაშვებული არის საჯარო მოხელეებისთვის და რაც დაშვებული არის თანამდებობის პირებისთვის. არა და უნდა იყოს პირიქით. უნდა ყოფილიყო, ჩვენ სულ ლაპარაკობდით იმაზე, რომ საჯარო მოხელეებს უნდა შეზღუდოდათ აგიტაციაში მონაწილეობა და საარჩევნო კამპანიის წარმოება, თანამდებობის პირებს უნდა შეზღუდოდათ. სწორედ ესენი არიან პირები, ვინც გავლენას ახდენენ რეალურად ამომრჩევლებს. მაგრამ პირიქით მოხდა იმის ნაცვლად, რომ დამატებითი შეზღუდვები შემოღებულიყო მათ პირიქით ეს გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია რომ ესე დაკავებული იყოს აგიტაციით, მაშინ როდესაც თანამდებობის პირებს და მოხელეებზე ვლაპარაკობთ და ამ დროს ჩვეულებრივ ამომრჩევლებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ორგანიზაციებს დაუწესდათ რაღაცა წარმოუდგენელი შეზღუდვები. ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, საარჩევნო კოდექსი, რომელიც მივიღეთ და გუშინ დაამტკიცეს და კენჭი უყარეს ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული ორი მუხლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ
გარემო კი არ უნდა გაგვიუმჯობეს და გარკვეულწილად უფრო მეტი პრობლემა შეიქმნა. ძალიან დამძიმდა გარემო. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ რეალურად რის თქმას ვცდილობდი, როდესაც ადმინისტრაციულ რესურსზე დავიწყე საუბარი. რეალურად ჩვენ მივალთ იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური პარტიებისთვის ძალიან რთული იქნება საქმიანობა, ძალიან რთული იქნება მხარდაჭერების ასე ვთქვათ მოგროვება და ის პრობლემა, რომ ხელისუფლებასა და ერთ კონკრეტულ პარტიას შორის ხوارი არ არსებობდა, ეს პრობლემა მიგვიყვანს იქამდე, რომ ბიუჯეტი იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტი იქნება გამოყენებული აგიტაციის საწარმოებლად. და რეალურად არავის მეტი სხვა ხელი არ მიუწვდება ბიუჯეტზე, არავის მეტი ხელი არ მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზე, ამაზე ხელი მიუწვდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. სხვა პარტიებისთვის ისედაც ძალიან რთულ გარემოში, კიდევ უფრო დამძიმდა ის ისედაც რთული გარემო და მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო წაახალისებს იმას, რომ ადმინისტრაციული რესურსის, ბიუჯეტის და ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე ერთ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, რომ აწარმოოს კამპანია და სხვები ამ ყველაფერში ძალიან შეზღუდულები იქნება. ძალიან დიდი მადლობა თამარ იმისთვის, რომ მობრძანეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და ესე დეტალურად აუხსენით მაყურებელს და მსმენელს თუ რა პრობლემები შეიძლება შექმნით პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს. თამარ ჩუგოშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რადიოაქტიური საათი დღეს ამით დასრულებულია. მე 8 საათამდე გემშვიდობებით, ჩვენ 8 საათზე არგუმენტებში შევხვდებით ერთმანეთს დროებით.